საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. ხმადაბლაგეს მოდის ძალიან უცნაური. ხო და ნახეთ სან პელეგრინოს სპონსორინგი. კი, მიდი. პროსა შესახეზე აზუმავს და არა. მიდი, დაზუმ, აღარ დაზუმა. ნატო აღარ ზუმა. რეკორდინგი რო ქენი? მაგდენია აღარ შეული. ზუმავს რა კარგად დაზუმა წინაზე. ო, მე მგონი რეკორდინგის გამო. პირველ რიგში დილამშვიდობის დილამშვიდობა საბას, სადურისთანაც არის 8 საათი, არა, ცოტა მეტი. 7 საკლია 15. გადასარევი დრო. ვაიმე, 7 საკლია 15. მართლა იდეალური დრო არის პოდკასტის ჩასაწერად. ჩემთან არის ლანჩის დრო გაქანებული, ანუ პირველ საკლია 15. ჩემთან არის ჩემთან არის ძილის დრო, იმიტომ რომ გაცილებული ვარ მთელი 1 კვირა და ახალ წელსაც გაცილებული შევხვდი და ვიბრძვი ყველანაირად რომ და უკვე გადავდე ვიღაცებს, იმიტომ რომ ახალ წელს მეგობრებთან ერთად შევხვდი. მაგრამ მოკლედ ვცდილობ რაღაცნაირად რომ მეტი არ გავავრცელო ეს ისა რა პანდემია. ხო და მოკლედ ვთქვათ რომ ეს არის ჩვენი სეზონის დახურვა. ახალ წელს გვინდოდა, მაგრამ ვერ დავემთხვიათ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ აგერ საბასთან 7 საათია ბარბისთან რაღაცა, ჩემთან რაღაცა და თან ცხოვრებაც გვაქვს ამ პოდკასტის გარეთ. გაგიკვირდებათ. ამიტომ გამოვიყენებთ იმას, რომ საქართველოში გვაქვს 2 ახალი წელი და ჯერ ახალი წელი არ დასრულებულა და ვწერთ საახალწლო ეპიზოდს დაგვიანებით. და ძველი, იმით ვწერთ რა ქვია, ძველით ახალი წელი ეპიზოდს წერთ. ძველი კალენდრით. და ამით დავხურავთ ჩვენს მეორე სეზონს და 2026 წლიდან დავიწყებთ მესამე სეზონს. დავსინქრონდებით, ალბათ თებერვალში დავბრუნდებით, დავასინქრონებთ იმებს, რა ქვია, ჩვენს განრიგებს და შემოგთავაზებთ ახალს არაფერს არ შემოგთავაზებთ. რაც შემოგთავაზეთ იმას უყურეთ. შარშან რო ვიდეოები რო ვამატე და სახე რო გავიძრეთ, და არ უყურებთ არავინ, ეხლა ვუყურეთ მაგას ჯერ. ჯერ მაშინ რა ქვია, ბასეინში წყალს არ ჩაგისხამთ. ხო და დავიწყოთ იმით, რომ რა ქენით ახალ წელს პატარა მოთელვა გავაკეთოთ და მე პატარა იმპრომპტუ ეს რაღაც აქტივობაც გვაქვს ჩვენი და მითი ფინალური ეპიზოდისთვის, სეზონის დახურვის საახალწლო ეპიზოდისთვის. მე დავიწყებ ახალ წელს, აქ ახალი წელი ხო, მაგრამ კიდიათ ქრისმასი არის მთავარი დღესასწაული, რომელიც არის 25 დეკემბერს და მე მივხვდი, რომ ამის გამო აღარ მაქვს არც ერთი დღესასწაული, იმიტომ რომ 25 დეკემბერს მე მკიდია ფეხებზე, არაფერთან არ მიასოცირდება 25 დეკემბერი რა, ჩვენთვის ხო არ არსებობდა და შესაბამისად 25 ბარბი ისე ეძახის გეგონება 6 იანვარს სახეს მოილოცა. არც 6-ში, მაგრამ არც 6-ში არ არის ჩვენთან არაფერი, ჩვენთან არის 31 და 1 იანვარი არის. მთავარი დღესასწაული. აქ კიდე ქრისმასია მთავარი დღესასწაული, ანუ შობა. და ანუ შობაზე მე არაფერი არ მაქვს, შინაგანი განწყობა. ახალ წელზე მე მაქვს განწყობა, მაგრამ ამათ სუფერებზე კიდიათ და არაფერი არ ხდება, არც ისინი არის საჩუქრების გახსნა, არაფერი არ არის რა, ვიღაცები საფართიოდ მიდიან მაქსიმუმ და ჯამში მაგის გამო ზეგეც აღარ მეხალისება და მოკლედ აღარ მაქვს არც ერთი დღესასწაული და ძალიან მიყვარდა ახალი წელი ყოველთვის და ეს ჩემი ლამაზი ნაძვის ხე, რომელიც მორთული მაქვს და ეს ქრისმას შობის საშობაო სიმღერები და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დავამოტივირე თავი და ჯონატანის ოჯახთან ერთად შევხვდით შობას 24, 25, 26 მაგათთან ერთად ვიყავით და 31-ში ასევე დავამოტივირეთ თავი, რომ არ ვიცი რატო გავუკეთე ეს ჩემ თავს პატარა ბავშვით, მაგრამ დავპატიჟეთ სახლში ხალხი შესახვედრად ახალი წლის თინას ძალიან მიყვარს ეს ბავშვიანი ხალხის არ გეგმავდი, მაგრამ
და მე გეკმავდი, მაგრამ რაღაც არაფერი არავინ სხვა არ დაგუპატიჟა, ბოლოს კაი ჯანმრთელობა დავაპატიჟოთ ხალხი თქო და დავაპატიჟოთ ორი წყვილი ბავშვებიანად, ან თინას მეგობრები, მათი მშობლებით და მათი დაძმებით რა. ჯამში 6 დასრული ვიყავით და 6 ბავშვი. და ამ ყველაფრის ხალხისთვის საჭმლის კეთება და სასმელის კეთება და ასე შემდეგ შევიტენე მოკლედ 31-ში, როცა ისე ნორმალურ დღეებში რახან ევა ახლა რომელიც 7 თვის არის იძინებს 8 საათზე საღამოსი მეც მასთან ერთად წვევი ხოლმე და ნუ 9-დან 10-მდე მეც ვიძინებ და ძალიან ამბიციური იყო მოკლედ შეხვედრა ახალი წლის 12-ზე, მაგრამ რაღაცნაირად ბარბეს დაკაპიწებული ხელებით იყო წინსაფა ფქვილიანი ხელებით გამოვიდა უცბად რო დალევენ და შეხვდებიან და მე საზეროს შერბიან ხოლმე ეგრე. ეგრე მინდოდა რომ გამეკეთებია, მაგრამ ბოლოს მივხვდი რომ არაფერს გამკეთებელი მე არ ვიყავი და ვიყიდე გაყინული ყველაფერი პატარ-პატარ. აქ ძალიან მაგარი გაყინულების მაღაზია არის, პიკა ქვია და არის ყველაფერი გაყინული და კაი ხარისხის და ასევე არის ეს პატარ-პატარა კანაპეებს, რასაც ვეძახით ჩვენო. ყველანაირი, აი რაცაც რამე მოგივა თავში, ყველაფერის კანაპეები არის და დესერტებიც ისინი წესენიც და მოკლედ წავედი ვიყიდე 200 ევროს კანაპეები. მოვიტანე, გამოვალღე, ყველაფერი დავალაგე დიდ მაგიდაზე და ალკოჰოლებიც მივუდე გვერდზე და ეგ იყო ჩემი საახალწლო სუფრა, მაგრამ ჯამში ყველა კარგად გაერთო, მე გავქაჩე კიდევაც და პლუს მუსიკებიც კი ჩავრთე, DJ-ც კი ვიყავი და ვიცეკვე კიდევაც. იმის გათვალისწინებით თან რომ ჯერ თვირო ზანდაღლილი ვიყავი და თან ამას არ ვსვამ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ლაქტაციით ვარ დაკავებული, ანუ ძუძუზე მყავს ბავშვი, ანუ ალკოჰოლის გარეშე კი შესაძლებელი ყოფილა გართობა. წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ და აი 2 საათამდე გავქაჩე დილის. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი თავით. ჯამში მაინც კარგად გავერთე. მაგ შობა რო ჩვენთან შობა არ არის, მაგაზე მეც ვფიქრობდი, რომ იმიტომ რომ ჩემმა ჯგუფელმა მომწერა 24-ში და მომილოცა შობის წინა დღე, Christmas Eve და მეთქი მადლობა, მაგრამ ჩვენ ძმაო და ეგრევე დიდი ახსნა განმარტება როგორ აღნიშნავს საქართველოში და მე მაგაზე გადავდი რომ მეთქი ანუ ჩემთან არაფერი მარტივად არ არის უბრალოდ ვერ მომილოცავ დღესასწაულს გეოპოლიტიკურ და ისტორიულ რაღაცა იმას თუ არ გაგიკეთებ რა ქვია overviews და თავისი ლინკები და მეთქი აი ესე საცივს ვაკეთებთ მე ესა და ჩვენთან უფრო ახალი წელია ქრისმასული და მთელი ამბები და ნაკლებად მაგაზე ვფიქრობდი და კიდე როდის ვფიქრობდი მაგ განსხვავებაზე როცა ახალ წელს მეგობრები ერთად ვაპირებდით შეხვედრას და ის იყო რა ქვია იმის განხილვა იყო რომ როგორ შევაპაროთ ოჯახის წევრებს რომ მათთან ერთად არ შევხვდებით ახალ წელს და მან მივხვდი რომ აი ახალი წელი ზუსტად ეგეთი რაღაცნაირი ოჯახური საშობაო ვარიანტი არის ჩვენთვის ვიდრე შობა და რაღაც ყველა სახში ხვდება და დაუცილებელი რომ ჯერ სახში შეხვდე და მეერე გარეთ და რაღაც ხო და რაღაცა ძალიან მარტივად ჩაიარა იმსა რა ქვია დედა ჩემს რო უთხარ რომ მეთქი ესე ვიკრიბებით მეგობრები თქო ეგრევე მითხარო ხო წადი აბა მე რაღაც რა მინდი ხარ აქ თუ რაღაც აუ ეხლა გამახსენდა და ეგ შეგრძნება დამიბრუნდა როგორ წინასწარ მეშინოდა ხოლმე რომ და ჩემისთვის მეთქო რაც მე მგონი სულ ერთხელ თუ ორჯერ შევხვდი მეგობრებთან ერთად და არა ოჯახში ახალ წელს და წინასწარ როგორ მეშინოდა მაგის სინდისი რომ იმას შვება რომ მეგობრებთან შევხვდები მეთქი იმიტომ რომ ძალიან ის იყო მიუღებელი ხო და მანდ მივხვდი მოკლედ როგორი ანუ იქ ჩვენთვის ხო ძველი ახალი წელი არის ეს მეგობრებთან შეხვედრის ახალი წელი და იმათთვის ქრისმასი არის ოჯახური და ახალი წელი არის სადმე გასართობად და რაღაცა რაც ძალიან ლოგიკურია სხვათა შორის და მომწონს და ნელ-ნელა რომ გადავეწყობოდეთ მაგ იმაზე თან ძალიან უცნაური ეგეც მოუყევი მეთქი ორი შობა გვაქვს მეთქი და 6-ში აღნიშნავ თქო მაგრამ თან სიმღერებს ვღერით 25 წუთიკება ეგ ხა ძალიან მეტი მოგივიდა ნაინო მაგდას ფლად ვეღარ გაიგებ მაგრამ არა უხსენი რომ სიმღერები იმაზეა რომ იესო დაიბადა 25 დეკემბერს თქო და მაგრამ 6 იანვარს ვღერით თქო და აგერ კალენდარი თქო და მოკლედ ძალიან მე მგონი რომ უბრალოდ მოლოცვა უნდა ადამიანს და მე ისიც შეგეძლო მე დაგეწყო რა სინამდვილეში იესოც კი
არ დაბადებულა 25 დეკემბერს და იქ ყველაფერიც მოგონილია და მე კიდევ უფრო გაგიგრძელდებოდა. არა, ეგ ეხა ძალიან ქართული რო არისო, მაგიტო ეგ კურსი, ეგ თვითონ გამოიძიონ, ვინც 25-ში აღნიშნავს შობას და მე ქართული კონტექსტი გავაცანი. ხო და საბა, შენ ჩუმად რო ხარ. კარგად ხარ. ხوار ჩაგეჭრებით, გისმენდით როგორ გაატარეთ დღესასწაული. ხო და შენ რა შვებოდი აბა დღესასწაულებს? საცივი გააკეთე, ვეგან საცივი, სოკოს არა, საცივი. საცივი არ გავაკეთე, ვფიქრობდი მაგაზე სხვათა შორის რა, მაგრამ ძალიან დამეზარა, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ზოგადად ძალიან მეზარება ხოლმე საჭმელების კეთება და ძალიან ისე ვეგანურ რაღაცებს რომ ჭამ ხოლმე ისე რა უცებ რაღაცა ისე ეგრე ვაკეთებ ხოლმე და ამ შემთხვევაში გადავწყვიტე რომ იმდენ რამდენადაც ნიუ-იორკ სიტიში წასვლა დამეზარა ამ საახალწლოდ და საშობაოდ გადავწყვიტე რომ მოდი მეთქი ენერგიას იმაში ჩავდებ რომ საჭმელები გავაკეთოთ ხო რა და ნუ საბოლოო ჯამში ისენი გავაკეთე რა ქვია ნიგუზიანი ბადრიჯანი ხალი ნიგუზიანი იდე რა გავაკეთე რაღაც ხო სალათა გავაკეთე იმის რა ქვია ლობიო და ჭარხალი და კარტოფილის ვინეგრეტს ვეძახდით ბებიეთში მეძახდით არა მსლად ვინეგრეტიც არა მაგრამ აი რაღაცა უფრო ქართულ მოტივებზე ნიგოზით და რაღაცეებით და რა ვინეგრეტზეც ვიფიქრე მაგრამ რაღაცა დამეზარა ხო და ნუ მოკლედ რაღაცები მაინც დამეზარა მაგრამ რაღაცები მაინც გავაკეთე ხო და 25-ში დილას მუშაობდი იმიტომ რომ მე ისეთი ისა მაქვს ჩემ თავზე აღებული ამ სამსახურში რომ რადგან ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თქო ეს ნოცაგინად ამერიკა ხო მე ვიმუშავე და თქვენ მეთქი წადით სახში იყავით ოჯახის წევრებთან თქო და თან ორმაქს იხდიან როცა ფედერალური დღესასწაულები არის და შესაბამისად სამუშაოდაც მშვენიერი ის არის მოტივატორი არის ხო და ესე მშვიდად ხალხი მაგდროს იცი რა არის შენ ჩამოთრეულები ვინც არა წინაზე არის და იმის წინაზე იყო რა ძალიან ცოტა ხალხი და $100 მაჩუქეს ვიღაც 10-დან ერთი ჩამოვიდა რა ვინც იყო იმაში და მაგის მე წინა იმაზეც მქონდა იმედი რომ ამ შემთხვევაშიც ვიღაცა მაჩუქებდა $100 მაგრამ არ მაჩუქეს არ წელს არ მაჩუქეს ხო და მაგრამ ნუ მე ბევრი ხალხიც არ იყო რა მაგრამ ესე რა ვქი საათობრივად კარგი გამომივიდა ანაზღაურება Good. და დანარჩენი ის ცოტა შამპანური მევასება ზოგადად და მაგრამ არ ვსვავ მაინც ბევრს კი არა და ზოგადად დალევა არ მევასება და ესეც პატარა ექსკიუზი მქონდა რომ მოდი ბარემ შამპანურსაც დავოლევ თქო და მაგით გეახელით მაგდო წაიქეცი მე მგონი ხო და ანუ რატომ მომიცი რომ ეხლა ეს არის ეხლა გამახსენდა რომ ხო საცივი გავაკეთე ესე მოკლედ გადავწყვიტეთ რომ სამეგობროში გაგვეკეთებინა ეს რაღაცა ოჯახური ისინი და იქ ვიღაცებმა იქუქინგას და ისე მოიტანეს მელი მეორე დილისთვის საფახმელიოდ გაგვეკეთა ჩორბა რომელიც იმავე დღეს მე ნახევარი იმავე დღეს შეჭამა ყველამ და მე დავდიოდი და ყვიროდ რომ შემინახეთ ხვალისთვის საცივის ინგრედიენტები დედაჩემმა მომამარაგა ძალიან კაი ინდაური იყო ხო და საცივი გავაკეთე პირველად დამოუკიდებლად კარგი გამოვიდა სხვათა შორის საკმაოდ ის იყო რა ქვია მაგრამ თან ძალიან გაციებული ყავი და არა და გეგმაში მქონდა რომ მეთქი ავალ თქო საწევს გავაკეთებ თქო მე ჩამოვალ თქო ლამას საახალწლო მაკიერს გავიკეთებ გავიპრანჭები რაღაცა თქო მაგრამ ისე დამეზარა მე ბოლოს რომ აი ამ ხუდით ვიჭეკი და ძალიან სასიამოვნო იყო რომ ისეთ ხალხში ხარ სადაც შეგეძლია რომ ესეც კომფორტულად იყო და ლამასაც გიცნობენ და მახინჯსაც და ვიღაცას კიდე მე მგონი არჩილს გადავდე გრიპი და
მეც საკმაოდ დიდხანს გავქაჩე. მე რაღაცა ფილმსაც ვუყურეთ, ძალიან ჩვენ ზოგადადაც გვიან იძინებ. ხო, მაგრამ ნუ მაინც ანუ ორის მერე უკვე ჩემთვისაც ძალიან ის არის რა, მე ძალიან მეორე დღეს არ ვარ ხოლმე ხოთზე, მაგრამ რაღაცნაირად მოკლედ გავქაჩე თან ყველად დავუჯერე მთვრალ მეგობრებს, რომლებსაც Stranger Things-ის ბოლო სერია გამოდიოდა დილის 5 საათზე. ხო და მაგას უკაცო ვუყუროთო თან კაკაბას რაღაცა დიდი ტელევიზორი აქვს და აი ცოტა მაგითიც ვიყავი მოტივირებული რომ თავს ვაძალე რომ სადღაც 3-მდე მოკლედ ვიჯექი და მე ესენი წავიდნენ ვინც მაგულიანებდა რომ ვუყუროთო და ისა რა ქვია ხო და ამიტომ მეც მეთქი ძილის დროა და მთელი ჩემი იმით ვიყავი წასული გასაბერი ის მქონდა იმიტომ რომ კომფორტი ხო მნიშვნელოვანია და მთელი ჩემი საბანი ყველაფერი ფალიში ერთი კატები არ მყავდა წაყვანელი და ანჩენი ყველაფერი ის იყო ხო და რავი კარგი იყო просто ნაღლის ბუშტი მტკივა ერთი კვირა მე მგონი ძალიან ზედმეტი ხორცები და ისინი მომივიდა იმიტომ რომ ჩემი საცივის გარდა კაკაბას გრილი აქვს რომელსაც ყოველ იმაზე რა ქვია შეკრებაზე უფრო და მეტად ხელოვნდება მასზე ხორცების მომზადებით და იმდენი საჭმელი მქონდა რომ არ ვიცი იმედია რომ ისინიც გადარჩებოდნენ თან მე თოვდა მე მეორე დღეს ვერც ავიდოდით მეთან გაცებული რომ ვიყავ უკვე მეთქი არავის აღარ გნახულობთ ხო და ეს არ იყო ცუდი ახალი წელი სხვათა შორის მაგრამ აი რაღაცა მოკლედ ვერ მოყავს განწყობა ვერც ერთხელ ჩემთვის ახალი წლის რა არ ვიცი რატომ არ ვიცი რატომ ვერ მივედი მაგ ეტაპამდე ალბათ იმიტომ რომ სულ რაღაცა საშინელებები ხდება ხოლმე და არასდროს საახალწლო განწყობა არ არის ხო და გადავიდეთ ჩვენ თემაზე რა ეხა ისეთი აფერი მაგრამ მოგალეთ იქიდან გამომდინარე რომ წინა ეპიზოდით ძალიან გავერთეთ საბასთან ერთად რაც გავაკეთეთ და საბას გადასარევი სცენარი რომ დავამუშავეთ ესეთი იდეა მოგვივიდა რომ ცნობილი საახალწლო ფილმები როგორ იქნებოდა საქართველოში რომ გადაღებულიყო მაგაზე გველაპარაკა ხო და ერთ-ერთი ყველაზე მე მგონი პოპულარული და თან ბევრი პერსონაჟი არის და საინტერესო იქნება და თან ცოტა პოლიტიკაც აშიგნით გარეული პოლიტიკა ანუ პერსონაჟის მხრივ არ არის შინაარსობრივად არის Love Actually რომელიც პირველად რომ ნახულობ ძალიან საყვარელი ფილმია და აი ყველაფერზე და მე შეიძლება ვიღაცებს ტრადიციადაც აქვს რომ უყურებენ ხოლმე ამ ფილმს ალბათ საახალწლოდ არ ვიცი იცნობთ ეგეც ვინმე ეს არა და ის რა ქვია ვისაც დაგვავიწყდა იმას გაგვახსენებ მოკლე შინაარსი მეც იმიტომ რომ მაქვს ნახე ერთი 10 წლის წინ კი მეც ესე ბევრი არ მახსოვს მაგრამ მოგიყვებით მოკლედ ისა რა ქვია რა ხდება და თითო პერსონაჟსაც აღგიწერთ და მე მაგაზე შეგვიძლია დავახასიათოთ ქართულ რეალობაში როგორი იქნებოდნენ ეს პერსონაჟები და რა შეიძლება ანუ რაღაცა ხაზი იგივე დავტოვოთ ეს რაღაცა რამდენიმე პერსონაჟის სასიყვარულო საახალწლო ისტორიები მაგრამ ქართული twist-ი მივცეთ რა ნახოთ თუ გამოგვია თუ არა ერთადერთი რამე მახსოვს მაგ ფილმიდან აი ეს რა ყველაზე ცნობილი რაც არის ეს მეებით რო დგას დაწერილი პლაკატებით. ეგ მახსოვს მარტო და ისიც მახსოვს რომ ძალიან ცუდად იქცეოდნენ იმიტომ რომ ეს მეგობრეს ძმაკაცის ცოლი იყო. კი და თავიდან ძალიან ხო და ეგ არის ძალიან სარო ჩემთვის რაღაცა ფილმები რაც ბავშვობაში და თინეიჯერობაში რო უყურებდი და და რაღაცა ის რავი იმაზე ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი და ეგეთ რაღაცები და მე ანუ ცოტა ხნის წინ მოყურე მე მგონი მაგას ვილაპარაკეთ კიდე აღარ მახსოვს პოდკასტში და აი რაღაც საშინელება არის ანუ ვიღაცა აი 20 წელია ეს კაცი უყვარს და მე ძლივს რაღაც ამან ცოლის მოყვანა გადაწყვიტო და ეს საშინელებებს აკეთებს და ის ცალკე კიდე ვიღაცა 20 წლის გოგო მოყავს ცოლად და საშინელება არის და აი ბევრი ფილმი არის რომელიც does not stand the test of time და მე რო რაღაც სხვა
ასაკში და სხვა განწყობით უყურებ და უფრო მეტად ინფორმირებული, ხვდები რომ აშკარად არ იყო. და მაგიტო ერთი TikToker-ი არის, რომელიც სხვა იმებზეც აკეთებს ხოლმე მაგ overview-ებს ესეთი ფილმ, ანუ მაგ ძველი ფილმებისაც და კიდე ძალიან კაი overview-ებს აკეთებს Netflix-ის ბანძი საახალწლო ფილმები. და ძალიან კაი არის მისი ნარატივით და ანუ რაღაცა ფილმებს არ ვუყურებ ხოლმე და უბრალოდ მის იმებს ვუსმენ მოკლე ვიდეოებს, იმიტომ რომ ეს არის. ხო და ერთი სხვადასხვა ყველაზე კაი რა იყო, იცი მე მგონი საბასთან გაზიარებული მაქვს რაღაცა ქრისტიანული ფილმები არის, აი ეს ამერიკული Christian movies და რომანტიული რაღაცა ესენი სცენარები ამ ქრისტიანობით იმაში ან მაგის ირგვლივ აწყობილი რა, იქ რომ ვიღაცაები რომ როგორ შეიძლება აი ქორწილამდე გქონდათ სექსი, ის ბოზია და რაღაც ეგეთი ქვეტექსტებით და იმეებით რაღაც საშინელი ტრეშ ფილმებია და მაგის რევიუებს აკეთებს ხოლმე. კაი, ეხლა Love Actually-ზე რა ხდებოდა Love Actually-ში. ესე იგი 10 სხვადასხვა სასიყვარულო ისტორიას მიყვებაო ლონდონში შობის პერიოდშიო. და თან ისეთია რომანტიული, თან კომედიური, ცოტა დრამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ისეთია მელოდრამატული, ხო? და ესენი არიან პერსონაჟები. ესე იგი, ბილი მეკი, რომელსაც ბილი ნაი თამაშობს, ის მომღერალი ვისი საუნდტრეკიც რომ იყვება, Christmas All Around Us რო გადააკეთა, თუ პირიქით Love is All Around Us გადააკეთა. ხო, Christmas-ად გადააკეთა Love is All Around Us. და ეს არის და მის მენეჯერთან ურთიერთობა და აქ უფრო პლატონურ და მეგობრულ სასიყვარულო ისტორიას მივყვებითო. მერე პრემიერ-მინისტრი არის, რომელსაც Hugh Grant-ი თამაშობს და მისი სტაფის წარმომადგენელი შეუყვარდება, რომელიც ესე explorations აკეთებს ამ კლასობრივი კლასთა შორის სიყვარულის თემაზე. მერე არის ეს რა ქვია, ტრავმატული და ტრაგიკული Emma Thompson-ის პერსონაჟი და Alan Rickman-ი. მე მგონი ერთადერთი ფილმია, რომელშიც Alan Rickman-ს ვერ იტანენ გარდა იმისა, რა ქვია, Die Hard-ის. მე მგონი ეს პერსონაჟი უფრო არ ევასებათ ვიდრე Die Hard-ში. არა, Die Hard-ში Alan Rickman-ი ძალიან მაგარი პერსონაჟია რა. ხო, მაგრამ ბოროტ მაქვადის პონჩი ვამბობ რა. ოკეი. აქ მოკლედ Emma Thompson და Alan Rickman-ი არიან ცოლ-ქმარი. ეს Emma Thompson-ი ძალიან ესეთი ეს არის რა ქვია, მზრუნველი და რაღაც ერთგული ცოლი და Alan Rickman-ის რაღაცა დიზაინ სააგენტო აქვს და იქ გააბამს იმას რა ქვია, რომანს თავის ქვეშევრდომთან რა. ახალგაზრდა რა თქმა უნდა სექსუალურ მიასთან, რომელსაც თამაშობს ჰეიკე მაკატაში. Okay. Midlife crisis-ის ამბავი. კი, ხო, midlife crisis-ის სასიყვარულო ისტორია. So far გვაქვს ესე იგი მეგობრობა, კლასობრივისა, midlife crisis-ი, მერე გვაქვს Liam Neeson. ის არის ძალიან მაგარი კასტი არის, ეხლა რომ ანუ ნეტა ეგ კასტი რო ყოფილიყო, შეიძლება ეგეთი კარგიც არ ყოფილიყო ეგ ფილმი რა, იმიტომ რომ ისეთი ან სიუჟეტი ეხლა რაღაცა განსაკუთრებული არ არის. ხო და Liam Neeson-ი არის, რომელიც ახლად ისა დაქვრივებული და ამ თავის ცოლს დასტირის და თან ცდილობს რომ თავის stepson-ო, თავის იმას რა ქვია, გერ შვილს დაეხმაროს, იმიტომ რომ მისი პირველი სიყვარული არის, ეხა პირველი სიყვარულის ისტორია გვაქვს, შეუყვარდება ამერიკელი კლასელი. და ეს ბავშვი ალბათ რავი რამდენი საიქ 9 წლის ან 10 წლის ალბათ იმ ფილმში. მერე ეს ძალიან მიყვარს ეს ისა. Colin Firth ყავს, რომელიც წერალია და გადაწყვეტს რომ საფრანგეთში სადღაც იმაში რა ქვია პატარა კოტეჯში ხო ცოლმა უღალატა და ძმასთან
ეს აღარ მახსოვდა. ცოლმა უღალატა ძმასთან და საფრანგეთში წავა კოტეჯში, რომ იქ შვიდად რავი დაწეროს და თან რაღაც მოკლედ გადაერთოს ალბათ და იქ შეუყვარდება თავისი ისა რა ქვია მოსამსახურეც არა დამხმარე დამლაგებელი ქალი ანუ housekeeper არ ვიცი ქართულ დიასახლისი დიასახლისიც არ არის რომელიც საფრანგეთში ალბათ მექსიკელი არ არის და არის ბერძნიან რუმინელი ალბათ კი ის გოგო ის არის პორტუგალიელი იყო ის გოგო პორტუგალიელებიც ბევრი მახსოვდა კიდეც რომ იყო და აქაც წერია ამ overview-ში რომ პორტუგალიელი იყო აურელია ხო და ეს ჩემი ყველაზე სასაცილოდ საყვარელი ნაწილი ამ ფილმისაა ანუ ამან პორტუგალიური ალიცის თან ან რაღაც ძალიან he needs therapy რა და არა პორტუგალიელ ქალზე შეყვარება ხო და ეს ქალი შეუყვარდება მე ეს ქალი წავა სანამ იქ არიან ვერაფერს ვერ აგებინებენ ერთმანეთს ეს დაიწყებს პორტუგალიური სწავლას ის დაიწყებს ინგლისური სწავლას ეს ჩააკითხავს მე პორტუგალიაში ფილმის ბოლოს ხო აქ სპოილერების უნდა გაგვეფრთხილებინა მაგრამ მე მგონი Love Actually ყველას ნანახი აქ ხო და ჩააკითხავს პორტუგალიაში და ის თურმე იქ ინგლისურს სწავლობდა და მაგის გაგრძელება მინდა სადაც მე დაშორდებიან იმიტომ რომ ერთმანეთს გაუგებენ და მიხვდებიან რომ არ ევასებოთ ეს ესე იგი სასიყვარულო სამკუთხედი სადაც კირა ნაითლი არის დანარჩენები ისეთია ხო არ მახსოვს ეს მსახიობები რამე სხვადან ამიტომ სახელებსაც დიდად კირა ნაითლი ყველამ ვიცით ხო და მოკლედ კირა ნაითლი არის ახალ დაქორწინებული თავის ქმარზე და ქმრის საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდება რომ საიდუმლოდ მასზე არის შეყვარებული და მაკედან არის ცნობილი სცენა, სადაც კართან უდგას და ამ იმას რა ქვია ეუბნება რომ იმას უთხარიო რომ ის საშობაო გალობაზე არიან მოსულიო და თან იმაზე უწერია როგორ უყვარს და თან მთელი ამ ფილმის პერიოდში ეგ მახსოვს რომ ისეთი სცენარი ისეთია თითქოს ეს შეყვარებული ეს მეგობარი უყვარს მაგრამ აღმოჩნდა და თავიდან რაღაცა ვიდეოებს უღებს და რაღაცები და თავიდან გონია რომ თავისი best friend-ი უყვარს და მე აღმოჩნდება რომ არა ეს გოგო უყვარს მე არის ეს არ მახსოვდა მახსოვს კი გამახსენდა ესე იგი სარა ამერიკელი ქალიაო რომელიც ვიღაცის კომპანიაში მუშაობს ვინ იყო ჰარი რომელი პერსონაჟია ალან რიკვანთან მუშაობს ხო ესენი ყველანი რაღაცით გადაკვეთილები არიან რა ანუ ეს რენდომ ხალხი არ არის ერთი რაღაცა წრეა ვიღაცები ერთმანეთი დაძმებიან ვიღაცები რაღაცები მაგრამ მან არ ჩავეძიებით ხო და ეს გოგო მოკლედ ესე იგი ამ ჰარისთან მუშაობს ალან რიკვანის კომპანიაში მუშაობს და თავისი ვიღაც თანამშრომელი უყვარს კარლი თუ ვიღაცა და მოკლედ მთელი საღამო ამ ბიჭთან ერთად წავა სახლში და მთელი საღამო ძმა ურეკავს რომელიც აღმოჩნდება რომ არის მენტალურად ავად და სულ ჭირდება მოკლედ რაღაც codependent ის აქვს ურთიერთობა ამ დასთან და ჭირდება მასთან ურთიერთობა და მოკლედ ეს აღარ მახსოვს იქ როგორ დამთავრდება და აქაც აღარ წერია მაგრამ ეს არის მოკლედ ეს მისი გადაწყვეტს რომ მაინც და მაინც ამ დღეს აღარ უნდა რომ პასუხისმგებლობა აიოს თავის ეგ იყო წითელი ხაზი რომ ძლივს მეღირსა ქალს რაღაცა მე არის ეს მახსოვს ვაი ახლა რო წავიკითხე რომ ესე არ გამახსენდებოდა ისინი რო არიან რა ქვია პორნოში რო იღებენ და იქ რო გაიცნობენ ერთმანეთს ეგ ხო ალო ერთი ის არის two professional body stand-ins for adult film ისინი არიან
ზამენაზე არიან პორნოში. პორნო ფილმში და იქ გაიცნობენ ერთმანეთს და მახსოვს ეს სცენა, იმიტომ რომ მე მგონი შარშან თუ როდის იყო დავარივოჩე. ძალიან სასაცილო არის რაღაცა სექსუალური სცენების გადაღება რო უწევს და თან ეს ბიჭი რო ცდილობს რომ იმას ქას რა ქვია დაპატიჟოს ეს გოგო პაემაზე და ძალიან რომანტიულად და რაღაცა ნაზად და ისე რო ელაპარაკება და ამ დროს რაღაცა გენგბენგი რო არის. და მე არის ესეც მახსოვს ხო? ამერიკა ის ბრიტანელი რო არის, რომელიც ის არის, რა ქვია, ბრიტანელი არის, რომელიც დაწუნებულია, რომ ამერიკაშიო თავის ბრიტანული აქცენტის გამო ქალებს ძალიან მოეწონებათო და მიდისო იმაშია, რა ქვია. ამერიკაში მიდის საშობოთ. The things men და ვერავის ვერ აგებინებს ვერაფერს. ბრიტანული აქცენტის. და ვერ იგებენ ეს ასე უნება. ეს არის პრემისი. კაი, ვისით და ვისით შთა იმას ქენით, რა ქვია, ინსპირირდით, ვინ იქნებოდა კარგი ქართული პერსონაჟი? ხო და მე მგონი რაღაცა ის ძალიან ადაპტირება მოგვიწევს ქართულთან. ნუ ერთი შეიძლება პოლიტიკოსი წამოვიღოთ მაქედან იდეაში და მწერალი ალბათ რა. იმიტომ რომ დრატო სააგენტოს დირექტორი რომელიც თავს ღალატობს. ხო, ეგ best friends რომ შენის უყვარს. ყველაფერს კი, ყველაფერს ადაპტირებაა შესაძლებელი. ხო, პრინციპში მართალი ხარ, ხო. ოკეი, კაი, მაშინ რაც თავარია, არავინ ლესბოსელი და გეი არ არის, იმიტომ რომ ქართველები არ არიან ეგეთები. და თვითონ მანდ არის რომელიმე ლესბოსელი? მგონი არა. ძალიან ჰეტერონორმატიული. იმიტომ რომ 2003 წელს გადაღებული ფილმია და იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვოუკიზმს არ ქონდა გამარჯვებული. გამარჯვებული, კი. და ამიტომ keeping it very kosher. სულ რაღაც მხოლოდ ცოლის ღალატი, რაღაც პორტუგალიელი ქალის შეყვარება ენის ოდნის გარეშე და ასე შემდეგ. იმიტომ უყვართ იმათ, რა ქვია, Facebook bubble-ის, რა ქვია, პროდასაულურ kinda anti-woke-ებს ეგ ფილმი ყველაზე მეტად. ეგ და ირონია სუძბი. ორი staple, საახალწლო staple. ხო და ესე იგი, კაი, პრემიერ-მინისტრით დავიწყოთ, რომელიც უცოლო არის. მეც ჩვენი პრემიერ-მინისტრი უცოლოა? არა, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ფაქტიურად კი. არავის მის ცოლი არავის ნანახი არ ყავს. Unless public-ია. და ზოგადად ჩვენ პოლიტიკურ სპექტრში არის დადის ჭორები, რომ მე მგონი არც ერთი პოლიტიკოსი აღარ არის ცოლთან ერთად. კახა კალაძეც არ არის ცოლთან? კახა კალაძეზე ესეთი ამბობი არა, რა ვიცი, ცოლთან კი არა. ხო და ამიტომ ძალიან ის არ გამოგვივიდეს ჩვენ სკანდალური ეპიზოდი. რა ყველა მიცის რომ დატყნაურობენ ახლა ჩვენგან თუ გაიგეთ საცხოვრობს. დიდი ბოდიში თქვენ რომელ ქვეყანაში ჩვენმა 142-მა subscriber-მა თუ არის. ხო რა ჭორები არის იმაზე პოლიტიკოსებზე მაშინ და ჩვენ გავხეთქეთ ეგისა. ხო და მე ძალიან ახლა მაგაზე ვფიქრობ რომ ძალიან გამიკვირდა კი არა და ხო რა რაღაცა ისეთია ანუ მე არ მახსოვს ქართულ რეალობაში დაუკორწინებელი პოლიტიკოსი გახსოვს ვინმე? მე მგონი აი ზუსტად პრემიერად უყავდა ბახტაძე იყო ეგეთი ტიპი რომელიც მართალი ხარ. ხო ახალგაზრდა იყო. და მგონი ნიკა გილაური იყო კიდე ეგეთი როცა პრემიერი იყო ნაცების დროს. Okay, guy. რატომაც ოჯახებით არ დავინტერესებულ ვარ არასდროს პოლიტიკოსები. ოჯახებით არც მე უბრალოდ მერი არის საინტერესო ხოლმე სკანდალები რო იწყება. თორე მათი ოჯახი და ზოგადად რაღაც ის არ არის კლიშე რომ აუცილებლად მეოჯახეები რომ უნდა იყვნენ ეს ისინი პოლიტიკოსები ანუ single ადამიანი პოლიტიკოსად ან რაღაც სანდოობას კარგავს რაღაც ეგ კი არა ეხაც მერად დაინიშნა ერთი ადამიანი რომელმაც ეგრევე ცოლი მოიყვანა და სავარაუდოდ კი არა და დიდი ალბათობით allegedly სულ არ უნდა და ცოლის მოყვანა. ეგრე მარტო პოლიტიკაში არა ისე კომპანიებშიც აი CEO დირექტორად რო
განიხილები, ანუ ოჯახი მნიშვნელოვანია და მეც შემსიკა წარსულ კარიერაში ზოგმა CEO-ებმა მოიყვანეს ცოლები მაგის გამო, რომ რეალურად ქაღალდზე, ფურცელზე ის ყოფილიყვნენ. ეცი რა, ვინმე კარგი მისი რა კომპანიის CEO-ს თუ უნდა lavender marriage დავიკავშირდეს. მეც ესეთი რა ამბიციური კარიერულსდაზე ორიენტირებული ბავშვები უნდა გაუჩინო, ოღონდ სხვა გზა არ არის. მაგრამ ნახვამდის ბავშვები თუ გავუჩენ, ჩემთვის გავუჩენ. თქვენ გიჩინოთ, მეც საქმე არ აქვს. არა, მარტო ცოლი არ არის საკმარისი. აი მაკრონს ძალიან აკრიტიკებენ მაგაზე, იმიტომ რომ შულები არ ყავს და მაგისი ცოლი ხო ძალიან დიდია. ასაკშია და შულები არ ყავთ და ეგ საკმაოდ განხილვის საკითხია ხოლმე. სულ მაინც კი არის აგერ უკვე მერვე წელია თუ რაღაცა პრეზიდენტი, მაგრამ ცოტა ხვირში ამოუყეს ეგ. ხო, ისე ის არის. ეხლა მე მგონი აი ამერიკა როგორი თავისუფალი ქვეყანა არის. ჩვენ პრეზიდენტი ყავს ტიპი, რომელმაც თავის სამივე ცოლს უღალატა. მათ შორის და ყველა ერთი რომელიც ფეხმძიმედ იყო მაგ დროს და თან პორნსტართან უღალატა, მაგრამ ოჯახური სიწმინდის ღირებულებებით მაინც გახდა ამერიკის პრეზიდენტი. და იმას შეეჯიბროს ბარეორი ხო. გარყვნილი ევროპელი. ეგ არის ალფა მეილი არის ნამდვილი და მგონი ამერიკაში ფასობს ასევე ეგ კაცი რო არა უშავს ახლა. ხო და ისე ეხლა რა ფიქრობდი რომ ეგ ეს ფენომენი რომ აუცილებლად დაქორწინებული უნდა იყოს ძირითადად ხო კაცებზე ვრცელდება იმიტომ რომ აი ცოლი რო ყავს სხვანაირად grounded არის რა და იმაშვება რა ქვია ფეხბურთელებზეც მაგას იძახიან და ადრე რომ მოყავთ ფეხბურთელებს ცოლები წახალისებულია ეგ რომ მე თავში არა უარდეს მთელი ეს ისა რა ქვია რა ქვია მას ცნობილობა fame და fortune-ები და არ გაბოზდნენ რა. ამიტომ ეს არის რა ქვია. მოკლედ ძირითადად კაცებზე ვრცელდება მე მგონი ეგ და ქალებს ხა ისე არ გურჩევენ პრეზიდენტებად და ეგ პრობლემა არ გვაქვს. ხო და პრემიერის შემთხვევაში დაუბრუნდეთ ამ თემას. უცოლო პრემიერი. რა სტორი არქი როგორი იყო პრემიერთან? ანუ ეს გოგო იქ მუშაობს ამ მასში ბუკინგემში, თუ სადაც არის, რა ვისაც ცხოვრობს პრემიერი მაგათი. ბუკინგემში ისინი ცხოვრობენ, არა. მოკლედ. ხო. მოკლედ, ამის სტაფის ნაწილია რა. ოკეი. რაღაცა თან არც ისე მაგალ რაღაცა მდივანივით არის თუ რაღაცა არის. და ეს რო ცნობილი სცენარია რო ცეკვავს და რაღაც აჭაროს ეს გოგო შეუსწრებს და ის გასმა აყრებს აკეთებს რაღაცა. ხო და არ ვიცი, ქართულ რეალობაში მე მგონი რომ ცოლიანი უნდა იყოს. კი და დებილი პრემიერ-მინისტრია რომელიც ვერ არჩევს მდივანს და დივანს. და ცოლს ეუბნება რომ ჩემი დივანი შემიყვარდაო და ეს ცოლი ვერ იგებს რომ რაზი არის ლაპარაკი და მთელი ფილმი არის მოკლედ მაგ გაუგებრობაზე რომ გონიათ რომ პრემიერი გაგიჟდა იმიტომ რომ დივანი შეუყვარდა. ხო მაგრამ ან გვინდა რომ თქვას რომ არა ამბობს კაცო. არა ამბობს ჩუმჩუმად წევს წვება ხოლმე დივანზე. დივანთან ერთად. ხო და აქ მაშინ ჩვენ ახანის გვაქვს რა ქვია ახალი წლის პონტი უნდა იყოს მაშინ ამას ეს ექნება რომ აი უნდა ჩაერთოს ვერ ისა რა ქვია ჩანაწერი რაც ქონა რომ ერისთვის უნდა მიელოცა წაეშალა და ამიტომ ლაივში უნდა გავიდეს რა და მაგიტომ ხდება სტაფთან ერთად და სახში ვერ იქნება თავის ცოლთან ერთად ეგ მაგას ეტყვის ექსკიუზად და ამიტომ მიდის იქა რა პრემიერის სასახლეში თუ სადაც არის არ ვიცი რეზიდენცია და იქ ეკურკურება იმ გოგოს და ეს გოგო უნდა დააორსულდეს და მე ყველაზე გონოს რომ არ არის არა ვისი ანუ მოკლედ ისეთი happy end-ი არ უნდა იყოს როგორც ზაქარი ამას ცოლი ყავს ვერ შორდება მე იქ ისა რაღაცა ის ცოლი ეუბნება რომ ღალატობსო მიდის ბიძინასთან და ყვება მოიცა კულმინაცია უნდა ხდებოდეს ახალი წლის ღამეს ხო მანამდე მაგამდე მივდივართ ეგ თემა არის ხო იდეაში
ხო, ანუ შობის ის აი რაღაც საჩუქრებს რო ჩუქნიან და ის ალან რიკმანი რო რაღაც ყლეობას აჩუქებს ამ თავის ცოლს და ხო, მაშინ კაი, ხო, ეგეც კარგი ის არის. რო ვთქვათ, ეს პრემიერ-მინისტრი სადღაც იმდენად იზოლირებული არის მთელი ქვეყანა, სადღაც ძალიან ცუდ ქვეყანაში არის დელეგაციაში წასული რა. და იქ იყიდულობს საჩუქრებს ცოლისთვის და ამისთვის და რაღაცა აერიოს, რაღაცა დებილობა საჩუქრები ავღანეთიდან მოაქვს რაღაცა ნარკოტიკი. ბარემ ხო რავი ვაუჩერი შეკვეცილი რაღაცა ეგეთი სახელი რომ უნდა ჩაწერო მაგრამ მოიცა ეგ ალან რიკმანის ის არის სტორილაინი ასევე და მე მაგებს ვეღარ აუღრებთ მაგრამ იქ სხვა რამე მოუფიქროთ ალან რიკმანს ოკეი ხო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი სტორილაინი პრემიერ-მინისტრზე არის ესეთი რომ უეჭველი ცოლი ყავს, უეჭველი ხალატობს ამასთან, არ იმჩნევენ და ეს ჩუმად გააჩენს ბავშვს. ესაა ქართული ვერსია. ანუ არ იმჩნევენ, ესე იგი ცოლმაც იცის, ეგეც ქართულად. კი, მერე ხო, ცოლიც გაიგებს, მაგრამ ეს არის რა ქვია. პოლიტიკურად სკანდალი არ აწყობს არავის და ამიტომ ესე არიან. arrangement-ი ექნებათ რა. კაი, რადგან ალან რიკმანზე ჩამოვარ და მოკლედ ეს ისა რა ქვია, დირექტორი კაცი არის, ეს ერთგული ცოლია, რომელთან ბავშვები ყავთ 2 თუ რაღაცა. და მან სტორილაინი ისე განვითარდება, რომ ეს ნახავს რაღაცა იმას ქვითარს თუ იმაში საყიდლებზე არიან და ეს დაინახავს, რომ ის იყიდის რაღაც, მოკლედ აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც ძვირადღირებულ ნივთს იყიდის, რომელიც გონია, რომ ამას ცოლს ჩუქნის და მერე აღმოჩნდება, რომ ის იმისთვის აქვს, რა ქვია. და მერე ეხა გამახსენდა საშობაო ფართი არის ამათთან იმაში კომპანიაში და იქ რომ ივა ამ გოგოს უკეთი ყელსაბამია თუ რაღაცა რა და ამ გოგოს უკეთია ის ყელსაბამი, რომელიც იმანახა და მანდ მიხვდება ეს ყველაფერს და ამას ცოლს სტივი ნიქსის თუ ვიღაცის დისკი აჩუქა. ხო და რამე ეს ნინო ჩხეიძის ალბომს რო ჩუქნის ისა ხო და მან არც ვიცი რა უნდა შეცვალოს მე მგონი რომ ის უნდა შეიცვალოს რომ ქართული კაცები საჩუქრებს არავის არ ჩუქნიან ამიტომ ის პლასტიკური ქირურგია რო აჩუქოს და იმან დაინახოს რომ იმას რავი ძუძუები აქვს ან ცხვირი გაკეთებული შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ხოთშია ხო არა ხო ძალიან კარგია პაზარია ვაუჩერი იმაზე რა ქვია და ეს მაგრამ იმან უნდა ნახოს სადღაც რომ ის არის საჩუქრე ვაუჩერია რაღაცას ნახავს მოკლედ ამ ესთეტიკის ცენტრის და იმაზე ხო და მე მგონია რომ ამ სცენარით იქიდან გამომდინარე რომ ძალიან აქტუალურია ქართულ რეალობაში ეს ქალი სლავი უნდა იყოს მეორე ახალგაზრდა და ვისთანაც ღალატობს და იმიტომ რომ ძალიან ქართული ვაიბი აქვს რა მაგ ეგეთ სტორილაინს და ის არის რა ქვია augmentation-ებიც ძალიან მოსწონთ რაღაც სლავი ბარემ პირდაპირ რუსებს დავანგრევინოთ ერთი წმინდა ქართული რუსი ან ბელორუსი კაი, ხო, პირდაპირ რუსი იყოს, ახალგაზრდა რუსი გოგოა, რომელიც ზუსტად ამ იმეს რა ქვია, ომის მერე გადმოვიდა საქართველოში, ამას რამე ის უნდა კონდეს სარეკლამო, ან რაღაც დიზაინერი ან რაღაც, არ ვიცი, რამეს ის აქვს, რა ქვია, სააგენტო და ეს ხო, ან IT რამე ის აქვს და ეს გოგო რაღაც ტესტერი დატა ანალისტია. დატა ანალისტია, ხო, ან რამე ეგეთი და ეს არის რა ქვია, ჩაღებენ რომანს და მე ამ კომპანიის კორპორატიულზე ეს ქალი ნახავს, რომ ის აქვს რა ქვია, ან ტუჩები აქვს დაბერილი, ან ძუძუები აქვს გადებული. ტუჩების დაბერვა უფრო მარტივი ისაა. ტუჩები აქვს დაბერილი. ტუჩის დაბერვისთვის ახლა კაცებს პულს ვინეულდება მაგათ პულს. რუსი ქალები.
და მე ქართველ ხალხს რო გავამარჯვებინოთ აქ და მაგალითად რაღაცა რო გაუჩალიჩოს ამ გოგოს რო თქვათ გაუშვას საახალწლო მოგზაურობაში ბათუმში ვითომ ეს კაცი ეპატიჟება და მოლაპარაკებული იყოს ამ თავის ქმრის ბრძოლთან და ჩაიყვანოს ცხინვალში ეს გოგო სინამდვილეში ასე ეგეთი იქ დატოვოს ან ლარსზე საახალწლოდ ლარსზე გაიჭედოს იმაში თოლში კაი აქტუალური გუდაურის ვითომ გუდაურში მივდივართო და იქ მიყვა დატოვოს იქ საზღვარზე რა ჩააბაროს იქ მესაზღვრეებს კაია და ეს მერე ის არა ქვია ეს მერე ტყვის რომ ხო ეხა ბავშვებს ხო არ დავტოვებ უმამოდო კაი ეს იმასკენთ მომღერალი მოიცადე აქ ვინ იყო ქრივილ აი ეს გვინდა კოლინ ფირსის პერსონაჟი გვინდა რამე პოზიტიურიც გვინდა მაგას ამბობ არა თემატურად მგონია რომ კაი ის არის წერალი როა პოეტი იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც აკამორჩილაძემ აღნიშნა თავის დროზე საქართველო არის უფრო პოეტების ქვეყანა. და გიჟ პოეტი. უფულო პოეტი იყოს ოღონდ, რომელსაც შეყვარებული ეჩხუბა, იმიტომ რომ ის არა ქვია, ფული არა აქვს. ოღონდ იმიტომ არა რომ გოლდიგერი, უბრალოდ იმიტომ რომ მეოცნებია ეს და ისე უნება რომ რეალისტურად ვიფიქროთ გელა, მალე დაქორწინება გვინდა. და მაშინ მაგას უნდა კონდეს ეგეთი მორალური დილემაც რომ ანტი კოცია ამ შემთხვევაში რა არ ვიცი კოცები უყავს თუ არა მაგ ფილმში მაგრამ ანტისახელისუფლებო ტიპია რა და ესენი შესთავაზებენ რომ ძმაკაცი მუშაობს კულტურის მინისტრის იმაში რა ქვია აპარატში და ეტყვიან რომ გაგაგზავნითო რომელიღაცა ქართულ ქალაქში და იქად ლექსი დაუწერე საახალწლო ამ ქალაქს წაიკითხე და ფულს გადაგიხდით ამაშიო და იქ მიდის ან რაღაცა ეგეთი ვარიანტი რო იყოს და ეგ მორალური დილემაც რო ქონდეს რომ არ შეყვარებული უნდა დაშორდეს ან ფულის პონჩი ეს უნდა გააკეთოს რა ეგ თემა აქვს ხო და ბოლოს გადაწყვეტავს რომ წავიდეს, მაინც იმიტომ რომ გჭირდება იქ რომ წავიდეს. ასევე იქნა გამომდინარე რომ იზოლირებული ვარ ეგეთ სადმე ყაზახეთში. ყაზახეთში მიდის ან სადღაც თურქმენეთში. და იქ გაიცნობს ვინ გაიცნოს? სადაური. ხო ну ყაზახეთში შეიძლება ნახუდო იკანეც, მაგრამ უფრო ის გვინდა. რამე ასევე რომ ეს იყოს. რამე იცი როგორ გვინდა ქართველებს რო არ ევასებათ. არაბი გოგო გაიცნოს მაშინ. ხო. ან რაღაცა ეგეთი. ული არის იქიდან თან იმას მივცეთ რაღაცა კარგი ისა რა ან არ და ბოლოს აღმოჩნდება შეიხის გოგო და ინდოელი რო იყოს, მაგრამ ეგ ბიჭო სპეციფიური საგვაქვს ქსენოფობია რა რაღაც ანუ ეგეთი ჰეითერებიც არ ვარ. უფრო რა იქნებოდა, იცი, მან საჰეითო, აი ქალი რო იყოს, რომელმაც ინდოელ კაცს გაყვან არაბს. აი ეგ უფრო ის იქნებოდა. ისეთი. იცი რა, მე მგონი ზოგადად ქართველი რო ვიღაცა სხვა ეროვნებასთან არის მაგაზეც ჭედავენ რამდენადაც ევროპელებზე არ ჭედავენ მინდა გითხრათ პირიქით აი მე როგორ მოახერხე ჩვენც გვასწავლე ყარა იყოს რამე ისეთი ისეთი სამხრეთ აზია რომელია მაგაზე გეტყვი ვაფშე ბიჭი შეუყვარა პაკისტანელი ყაზახეთში ეგ იმე ცალკე სპინოფი არის არა მაშინ ყაზახეთში ვერ გაუშვებთ და თურქმენეთში იქაც არ არიან ისინი რა ქვეკეები არ არსებობენ არ არსებობენ ხო მაგრამ ხო მაინც არსებობენ როგორ არ არსებობენ აი და ზუსტად იქაც ჩაკლოზეთებული და ეგეც კიდევ უფრო ჩელენჯია რაც მიხსნით ახლა რა ანუ მე იმას გეუბნები რომ კულტურულად არ არსებობენ თქო რა ხო და ეგ არის მე ჩვენ ვიტყვით როგორი რეპრესირებულები არიან ძალიან ის ხო არ გამოდის ძალიან ჩახუჭუჭება და სპინოფი მაგრამ გვინდა ცოტა ადაპტირება 2026 წელი მართალია მაშინ ესე
არ ვიცი, პაკისტანელი მაგალითად. ინდოელი კიდე უფრო ხოთში არის, ესე მგონი, არ ვიცი რატო. რატომღაც პაკისტანი. სინაიდნოსაც ცხოვრობ. ძალიან რასიზმია. ყველა ცოტა ფერი თუ გაქვს კანზე. არა, ხო, მაგრამ ინდოეთი უფრო იციან სად არის და პაკისტანი არ იციან. ხო, თან პაკისტანელები მუსულმანები არიან. ხო, დავაეგრებ ქნათ. კაი, პაკისტანელ ბიჭს გაიცნობს, რომელიც ასევე რაღაცა დელეგაციით იქნება იქ ჩასული. დავაი. ხო, ოკეი. და ეგეთი სამმაგი მორალური დილემაა. დილემა. ოკეი. ყველაზე ცუდი ბედი რომ მაგას შევახვედრე. მაგრამ მე სამაგიო ძალიან პოეტური არის რაღაც მომენტი. კი. ოკეი, მომწონს, კაია. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად თლად ყველაფერი ტრაგიკული რო არ იყოს, საქართველოში რომ ანუ იქ იმდენად ცუდადა ყველაფერი. და ამისთვის პაკისტანში რომ საქართველოში ბრუნდებიან, რომ თავის სიყვარული რაღაცნაირად დაანურჩურონ. და ამას საზღვარზე პრობლემები ექნება მაშინ. კაი, მოიცა, ეხლა მართლა სპინოფს აკეთებ. არა, პრობლემები არ ექნება. ჩამოვა და აქ არიან უბრალოდ ისა პაკისტანელი ძმაკაცია რა. ძმაკაცები არიან. როგორც არის ხო, მაგრამ ჩვენ მაყურებელმა ყველაფერი იცის. ოკეი. და ნიუ იმ გოგოს გაუმხელს და ის მოდი ის გოგო ის არ იყოს ჰომოფობი და იმენს უთხრას რომ ვაიმე ძლივს მიხვდი. ამდენი წელია გეუბნები და ამჯერა. სიამოვნებაში მე შენი ფული კი არ მინდოდა უბრალოდ. ხო, მინდოდა რომ თავი აღმოგეჩინა. კაი, კირა ნაითლის სასიყვარულო სამკუთხედი. აქ ძალიან ისეთი ტრიკი ტერიტორიაა რა, დიდი შანსია რომ მკვლელობებით დამთავრდეს, პორნოები და მკვლელობებით დამთავრდეს ყველაფერი. მან არ ვიცი ვერსია შემოგთავაზებთ. ქართულ ვარიანტში ძმაკაცის დარო უყვარდეს და არა შეყვარებული და ცოლი. მართალი ხარ. კი. ის ცოლს და შეყვარებულს ვერ გადაიტანს ჩვენი. ეხა არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მილენიალებში და ჩემ ახალგაზრდობაში ეგ ძალიან სერიოზული თემა იყო, დაჟე განხილვა რომ ძმაკაცის დარო გიყვარს, მოსულა თუ არა რა. იცი როგორ აუ მე ეხა იმიტომ რომ ორიგინალში მეგონა რომ იმას თავის ძმაკაცი უყვარდა, მან ვიზამდი gay love stories, მაგრამ იცი რა მე მგონი ეხლაც სადღაც არის რა просто მასეთი ანუ პრობლემური რატო იქნება მეტი გაправება გვჭირდა მე მგონი თლათ ეგ იმაში აღარ ვართ ჭურში მე მგონი არ ვიცი რომელ საქართველოში ცხოვრობს აუ თქვენ დიდი ხანია წახვედით იმის მერე განვიცამა არ ვიცი მე ხოდა დიდი ხანია რომ წავედი ერთია მაგრამ TikTok-ზე ხდება ხოლმე ხალხი რომელიც ქურდულს აქებს ხოლმე და ჩემ ხოდა მე ანუ მე თან რას ვაწვევ იცი იქიდან გავდე რომ ამას ნამდვილად ვიღებთ ხო მინდა რომ ესე ცოტა ხო იცი რაღაცა ის ქნა რა პატარა აწვეთო ხო ანუ მენტალური რევოლუციაც გინდა მოახდინო რო არაუშავს მოსულა ხო და მე მომწონს ზვაკაცის და უბრალოდ ის გვინდა ცოტა ანუ ეგეთი ტრაგიკული მაინც არ მგონია რა ეგეთი ტრაგიკული არ არის ხო როგორიც ეხა ანუ ხო ძმაკაცის ცოლი რო შეიყვარდება და მე ეს სიყვარულს უხსნე ანუ ბოლო აქ ისა მომავალი აქვთ გაიგე და იქ არა აქვთ ამიტომ რამე უფრო ისეთი ხო არ გვინდა და აქ რო შემოვატრიალოთ და გოგორო იყოს ინიციატორი და დაქალის ქმარზე ჩალიჩობდეს მაშინ ბაზარი არ არის კი კაია არის მაგაში ეს გოგვარი მეჯვარეთან და კოცები არიან ორი მაგას ხაზი გამოცვათ რომ კოცებში არის ბაზარი კი იყოს კაია დაქალის თემა უფრო ის არის იმიტომ რომ ძმაკაცის და არ ვიცი რატო ოღონდ თან ვერ ხვდები რატო ეს უფრო მომეკართულა ვიდრე ის არ ვიცი ოღონდ ამ დროს ვიცი რატო არის ეგეთი ისტორია ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში როგორ იმას რა ქვია ქმარი წაართვეს ერთმანეთს ეგერ ბავშვობის მეგობრებმა მზიურის მომღერლებში არ დავასახელებს სახელებს და გვარებს და მე ეს კაცი დაბრუნდა
ხო, რაღაცა მახსოვს ეგეთი. ხო და მაგიტო კი, всё, მაგიტო ეგ უნდა იყო. ბავშვობის მეგობრები არიან, ეს იყო მეჯვარე. და მე შეუყვარდება, კი არა და რაღაც, არ ვიცი, whatever. დეტალები და მაგ აღარ ეპიზოდს ვიცი. დაერქმევა ჩემი დაქალის ქმარი. იმიტომ, ანუ ჩემი ცოლის დაქალების პონჩი რა. დაქალის ქმარი. კაია. ეგ არის რამეს ვამატებთ აქ თუ ეგ არის? არა, მან უბრალოდ ისე უფრო რაღაცა პერსონაჟი რო დავანახოთ მაყურებელს, რომ ანუ ეს გოგო გვევასება თავიდან თუ ისეთი ტიპია რა, აი ვისაც შეუყვარდება? ხო. არა, კაი ტიპები უნდა იყოს, აი პირველი პერსონაჟები ვინც არიან, მე მგონი ყველა კარგ ტიპად არის წარმოჩენილი. უბრალოდ ნუ რა ხნას მოუვიდა. ოკეი. ხო, მაგრამ ქართულ რეალობაში დრამატული უნდა იყოს. კაი ტიპებად ვერ გამოვაჩენთ ვერავის. ამიტომ ქოცები უნდა იყვნენ ესენი ჩემი აზრით. მოიცადე ეს დაქალის კი არა და ეს გოგო რომელიც დაქალის ქმარზე ჩალიჩობს მორწმუნე გოგო რო იყოს რომელიც კარჩე ვერ თხოვდება ან კი არა და არ არის გათხოვილი რა და იმიტომ რომ ეს ბიჭი უყვარს რაღაც პონჩი და აი ეგ სიყვარული ყველას უნდა გავაკეთოთ. სიყვარული ყველას უნდა ხო ცეცხლი ჭამა თქვენმა პირმა ხო მაგრამ არა იქ ბაბულა ის და ის ორივე ძალიან ისე სამცოლიანი ერთია და ორქმიანი მეორე და არა ეს ძალიან კდემამოსილი გოგო უნდა იყოს რომელიც უბრალოდ გადაწყვეტს რომ აი საკუთარ თავს და მაგ რაღაც მორალურ ღირებულებებს სიყვარულის გამო გადააბიჯოს რა ოკეი და გაბოზდება შენ რაღაცა ეს ბოლო ორივე ეპიზოდია რა რაღაცა ის მაშინ ხوار წავიდე ანუ ყველაფერი მე მგონი ეს ქართული ფილმების ისა მიხოთ იმისა რომ ჩემი ტოპ საყვარელი ფილმები ქართული კომედიები არის მაინც რაღაცა ტრაგიზმისკენ მიაქოლმე სულ ქართულ კინემატოგრაფიაზე როცა ლაპარაკობ და ეგრევე წარმოვიდგინე რომ ეხა ეს მორწმუნეა და ბოლოს მის მონაზვნად რო აღიკვეცოს იმიტომ რომ არ შეუძლია რომ იმას კაც რა ქვია ამ ყველაფერს მშვიდად უყუროს. კაი ორი ვარიანტი. კაი ორი ვარიანტი და შევთავაზოთ ჩვენს 152 subscriber-დან დაგვიკომენტაროთ რომელი უფრო მოწონთ. ერთი ის არის რომ ქმარს წაართმევს, იმიტომ რომ ეს ქმრის წართმევა ძალიან რაღაცნაირი, ანუ ეს ქართველი კაცები ხო ქალების იმის ქვეშ არიან რა, ჯერ დედა, მერე ცოლს გადაცემენ და მერე მათ აზრს არავის არ ეკითხება რა. ესე ერთი ვერსია იყოს, რომ ქმარს წაართმევს. ოღონდ ის არის საინტერესო, რომ თუ ეს უყვარდა მანამდეც ან რაღაცა რო დაქორწინდნენ, მანამდე სად იყო? მაინდა-მაინც რო დაქორწინდნენ, მერე რო გეეხსნა. ვერ გაბედა. დაქორწინდნენ მერე უფრო გაბედა. ხო და შეიძლება ის არის რა წლები არის გასული და ეს ძალიან კონფიდენტი არის ამისი და იცის შიდა სამზარეულო ამ ოჯახის. და აი რაღაცა ისე არიან ეს ცუდი პერიოდი აქვს ქვაღორღიანი ურთიერთობაში. კაი. და ამიტომ გადაწყვეტს რომ ამ დროს იმოქმედოს რა. კაი, მართალი ხარ. კარგი. ოკეი. ეგრე იყოს. ერთი ვერსია მოკლედ ეგ არის და ის უღალატებს და მეორე ვერსია არის რომ მონაზვნად აღიკვეცება, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ვეღარ უყურებს რომ ესენი რომ დაქორწინდებიან, აი ზუსტად ეს კულმინაცია რო იქნება, ეს მიდის და იმიტომ რომ ეს მონაზვნად აღკვეცა და იმაში რა ქვია, მონასტერში წასვლებიც ესეთი თემაა რა. თემაა. ხო შეგვიძლია უბრალოდ გავუშვოთ მონასტერში მაინც მონაზვნად ნუ ავკვეცავთ ეგ. კაი. ხო შეგვიძლია მაგაზე მეორე სერია გადავიღოთ მე. ხო, კაი. ოკეი. კარგი. ეგ ორი ვარიანტი. კაი, კიდევ ვინ არის ესეთი, ვინც ვიზაც შეგვიძლია რომ ეს მომღერლის ისა ცუდი ამბავი არ არის რომ ჩართეს ეს ისტორიაც, იმიტომ რომ ეგ არ მახსოვს მეგობრული სიყვარულის ამბავი, რომ მოკლედ ეს Bill Nye პერსონაჟი არის აქტუალობა დაკარგული მომღერალი, რომელიც ცდილობს რომ დაუბრუნდეს იმას, რა ქვია, შოუ ბიზნესს. ქართულ რეალობაშიც საკმაოდ ისეთია. აქტუალურია და რამე
დათუჯაზე არა ის არის მე მგონი რუსულ ესტრადაში ხოძეა თუ რუსეთში მე მგონი ხოძეა კი ვინმე ისე ნუგზარ ერგემლიძე რომელიც ასევე ქოცია ნუგზარ ერგემლიძე ჩურჩულებს გადააკეთებს იმაზე ფუჩურებზე არ ვიცი ახლა მოდაშია ფუჩურებს ღერის რა გაათანამედროს და ჯენზიზე იყოს მორგებული გოძი კიდე რა ქონდა რომელი წელია ქონდა ბენგერ ვეშები ქონდა რომელი წელიას ისა თანამედროვე ვერსიას იმაშობა საახალწლო ვერსიას კაკრას ახალწლზეც ისეთი არა რომელი წელია და რაღაც 2026 დგება და ეს ჩაწერს ამ სიმღერას და ნუ თან მან რაღაცა დრამა ქონდა შვილთან მე მგონი ის აღარ ელაპარაკებოდა მაგრამ მე ისიც რაღაცა ვერ იყო დალაგებული და ჯამში მე მგონი მაინც დრამა ქონდათ ხო და მამაშვილური არ ელაპარაკეს არ ვიცი მაგრამ ეგ მახსოვს იმიტომ რომ ეგ იყო ჯანყი მამის წინააღმდეგ აგინა მამამის და იმას ვინც მაგას სიმღერა ასწავლა იმიტომ რომ ყლებებს ვღერის ხო და ესე იგი ეგ იყოს და მამაშვილურ ურთიერთობაზე იყოს ოკეი მამაშვილი ხო და სად გვაქვს მაშინ მან მამაშვილური ის ოკეი ეს რაღაცა ჰიტს გამოუშვებს რომელიც კაი აი ზუსტად საახალწლოდ რაღაცა ახალი ჰიტი ჭირდება საქართველოს რა იმიტომ რომ ეს ჯინგლ ბელსები და რაღაცეები აღარ გვინდა უკვე რაღაცა ახალი გვჭირდება და ეს კაცი გადაწყვეტს რომ ეროვნული საახალწლო საშობაო სიმღერის ტრადიცია გადაარჩინოს და დაწერს რაღაცა საყვარლობას რაღაცა კარგს რა თან პოპია თან ისეთია რაღაცა ეგ ის ხო არ იყოს რა ქვია სიმღერას რო დაწერა ძარო ის ხო არ იყოს ამ შვილთან მივარო ერთად ვიმღეროთო შევრიგ ბოლო მოდი იყოს შვილიშვილი და ეს შვილიშვილიც იყოს მუსიკოსი დიჯეი ან რაღაცა მსგავსი რა და ეს კოლაბორაცია გააკეთონ შვილიშვილთან და ნანი ბრეგვაძის ვაი კი ძალიან კარგია კი მერთალი ხარ ხო ის შვილიც მუსიკოსია მაგრამ ის შვილიშვილი იმენა ელექტრო წარუმატებელი იყოს რა შვილი წარუმატებელი ეგეთიც არის მე მგონი დაიმკვიდრა თავი ეგეთი და მაგრამ შვილი გონი ეგეთი არ ვიცი არჩამ კოლონმისმა პროზა ძალიან დიდი ხანია მისი მუსიკა სტოპის შესახებ არ გამიგია ხო არა ის უფრო თან რაღაცა ელექტრონული ჯენ ალფასკენ დაჟე წავიღოთ და ერთად რაღაცა იმას skibidi toilets გამიქსავს და რაღაცას მოკლედ იმას იზამს კაი ცოტაც დაგვრჩა და შეგვიძლია დავავრეფაფოთ ჩვენი ეს ბოლო სტორილაინი ძალიან მომწონს ეს ბაბუა და შვილიშვილის სიმღერა და ისა და თან შეგვიძლია რომ მე ეგ საუნდტრეკი იყოს მესამე აქტის საუნდტრეკი იყოს ეგ სიმღერა რა რომელთაც იმდენად პოპულარული გახდა უკვე რომ ყველა ამ სტორილაინში ისმის უკვე ეს ხო მე მგონი ორიგინალშიც გაკრაზე ეგრე მიყვება რაღაცნაირად კაია ის დაგვრჩა ლაემნისენი ქრივი კაცი რომელსაც დარჩა თან გერი ანუ მისი შვილიც არ არის ბიოლოგიური ეგ რაღაცა არაქართული სცენარია ნათლია და ნათლული გავაკეთოთ მაგრამ რაღაც დარჩა ეს ბავშვი მაგრამ რა სტორილაინი არის ეს ამას ცოლი გარდაეცვლება ეს იმის რა ქვია იმ ქალის ბიოლოგიურად იმ ცოლის შვილი არის და ამ ბავშვს შეუყვარდება სკოლაში თავის კლასელი რომელიც ამერიკაში მიდის ამერიკელია ეს გოგო ამ ბავშვის მოკლედ მაგრამ ამ ბავშვის სიყვარულის ისტორია მაგრამ ამ მამობილთან ურთიერთობა არ არის როგორ ხო მამობილი ეხმარება რომ ეს პირველ სიყვარულს გაუმკლავდეს იმიტომ რომ ეს რაღაცა მოკლედ ეს და ურთიერთობა ცუდია აქვთ რომ არა პირიქით კარგი ოკეი არა კაი იბედა მამა მაგრამ ხო ნათლია არ არის ნათლია და ნათლული და ესე იგი სადღაც ხაშურში არიან ან სადმე და თბილისში გადადის საცხოვრებლად ეს გოგო ბაზარი არ არის მართალი ხარ
მიტომ რომ მშობლებმა ცხოვრება აიწყეს და სამსახური იპოვეს თბილისში. კაი. და ეს კაცობა სასწავლის. ხო. ან ბიძა შეიძლება იყოს. არა, ნათლია ხდება გულს რა. ის არის. ხო, მართალია. ან ქართული არის. დავაბრუნოთ ნათლიის ინსტიტუტი. მე მართალია წესიერად არც ნათლიასთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ დავაბრუნოთ. კაი არის, ხო, ის იმაშება, რა ქვია, თბილისში გადმოდიან და ეს მოკლედ ძალიან განიცდის. საყვარლობა იქნება. ზამთრის ხაშური ტყლაპოებიანი. ეს ანუ ხაშურის შეიდი არ არის ხაშურის მუნიციპალიტეტის პეიჯიდან ვიცი რომ მან ტალახიას. კაი, ვინ დაგვრჩა, მე მგონი ეგ არის. ის კაცი დაგვრჩა ამერიკაში რომ იდეს ბრიტანული აქცენტით რო გონია რომ ქალები ზედ შეახტებიან. ფანტასტიკური. არა, ის უკრაინაში გავუშვათ. ბაზარი არ არის კი, მომივე. ხო, ეგეც კი, ნაომარ ქალებს გული დაუამოს. ქართველი ბიჭი რომელიც უკრაინაში მიდის. ანუ ძალიან მე მგონი ხო ეგ არის. ამას საზღვარზე აჩერებენ, იმიტომ რომ ქოცებს გონიათ რომ ეს მიდის საომრად და საქართველოს ომში ჩაიტრიოს. და ესეულება რომ არ ხალხობე უფრო. ნაშები სასაყრელად მივიდივარ. ხო და ცოტა რითი ვარ ახლა, ანუ ჯამში კმაყოფილი ვარ, მაგრამ ცოტა ვარ გაყოფილი იმასთან დაკავშირებით, რომ თან მაინც გრუზინული გამოვიდა. მაგრამ თან სხვა, ანუ wokeness-ი ჩემში ძალიან დაითრგუნა. რატო გეი წყვილი პაკისტანელი ხო გავაკეთეთ? ხო, მართალია, ყველა ისიც ყველა თან ის ხო სატირა არის, სოციალური კრიტიკა არის იდეაში. კაი, ოკეი. მაგრამ მანდის არის ხო რა ეს სლავექსუალი რომ ჯავში პოზიტიური არის და ყველაფერი რაღაცა პოზიტიურად არის და ჩვენთან თლათ ეგეთ პოზიტიურად რო არ არის, მაგიტო ალბათ ის მაგრამ ეგ არის, აგერ საიდან დავიწყეთ, ქალმა შობა მომილოცა და ის გეოპოლიტიკური overview გავუკეთე და არ არის მარტივი ქართველობა. ეს იქნება, ესე რომ დავარქვათ, ლავექსუალი კი არა. სახელი გვინდა და ეგა და კარგი არის ეგა. არ არის მარტივი ქართველი არ არის, ხო. მაგრამ იყოს ქართველობა მარტივია? ოკეი, ხო, ეგეც კარგია. ხო, მოკლე არის. ან love actually-ს vibe-ში რა შეიძლება იყოს, რომ სიყვარული ყველას უნდა უკვე აღებულია. ქართველობა უბრალოდ ქართველობა. უბრალოდ სიყვარულს რო ვანაცვლებთ სამშობლო, ენა სამშობლო. არა, კარგია ეგ, უბრალოდ ქართველობა, კარგია და ლოგლაინად უნდა გქონდეს, ვერ წაგვარცმებენ რა არის. კი, კაია. ხო, ეგ მართალია. ვერ წაგვართმევს. wokeness-ი ვერ გაიმარჯვებს. კაი, მე მგონი სცენარი მზად გვაქვს, ისე და ისე ველოდებით იმებს, რა ქვია, სპონსორებს, პროდიუსერებს. დაგვეხმარება რომ შევქვნათ ქართული ისა, მოიცა რა დავარქვით, ქართველობა. უბრალოდ ქართველობა. უბრალოდ ქართველობა. და დაგიბრუნდებით თებერვლიდან პატარა შესვენები. აქამდე ხო ძალიან გადაღლილები ყავით პირველ ეპიზოდებზე. მაგრამ ეხა ექსკიუზი მაინც გვაქვს რომ შესვენება გავაკეთოთ. თებერვალში დაგიბრუნდებით. ფორმატებს არაფერს აღარ ვამატებთ, რაც არის უყურეთ. მე ძალიან გაფრაზებული ვარ. რატო მოვითხოვ? ანუ არ მაგიტომ ყავს 182 ისა, მაგრამ არაფერი 182 არ ყავს, ზუსტად ეხლა შევამოწმე, დავეჭვდი 299 subscriber-ი ყავს გენას. არა, ეგ იმაზე Spotify-ზე. ხო, აბა. YouTube-ზე. საბახო საბას YouTube-ის ჯინი ჭირს, რომ YouTube-ის ალგორითმი მოუგოს და ვერ გავარღვიეთ. და რა, არც არაფერი. გილოცავთ ახალ წელს. მომავალ ახალ წელსაც.
გილოცავთ. მე უკვე ვიქნები 1 წლით უფროსი, როდესაც მესამე სეზონს დავიწყებთ, იმიტომ რომ მალე დაბადების დღე მექნება. თავს გაუფრთხილდით და საბა ჩამოვა ევროპაში. უბრალოდ ქართველობაში ჩამოვა. უბრალოდ ქართველობაში ჩამოვა. და შევხვდებით ევროპაში. აქ უნდა გავაერთიანო, იმიტომ რომ ყველანი ვართ. და რავი, დაგვიკომენტარეთ, თქვენი აზრები გაგვიზიარეთ, რამე სხვა ფილმების ისინი თუ გაქვთ, რა ქვია, suggestion-ები ეგეც მოგვეცით, რავი, გავერთეთ ამითი. და ხო, სულ კარგად მეყოლეთ. კი ბატონო. გამოვთო რეკორდ გინძი.